მოგესალმებით მეგობრებო და ამ ვიდეოში დღეს მეორე დავდებ ვიდეოს უკვე რომ გესაუბროთ ძალიან კარგ ესე ვთქვათ რამეზე თემაზე კომპანიას თვითონ კიდევ ერთხელ გამოაცხადა მიღება ინტერნეტის მე მგონი ყველაზე ბევრი ამ მიმართულებით მიდის ვიდეო ესე ვთქვათ აქსელერაციის პროგრამას ხო და მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა რომ შეგახსენოთ რომ აუცილებლად დარეგისტრირდეთ და აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობა არ გამოგჭეთ ვიდეოს აღწერაში იქნება რეგისტრაციაზე გადასასვლელი ლინკი ეხლა რასაც უყურებთ და ასევე წინა მიღებები როგორი იყო და რას მოიცავდა როგორი ტიპის ტესტები იყო თავალება და ასე შემდეგ აღწერაში იქნება ასევე ვიდეოების ლინკი შეიძლება გადაყვიდეთ და ნახოთ ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ პროგრამას ნუ არაფერი არ შეცვლილა ისეთი განსაკუთრებული ერთი შეხედვით რაც ჩანს ასევე ვიტყვი რომ დღეს დადეს პოსტი როგორც ვიცი ახალი არის ნუ ამ დღეებში დადებულია დღევანდელი თუ არა ძალიან ახალი გამოცხადებულია მიღება და მინდა გავუთხროთ რომ ნუ ამ პოსტში სადაც Facebook-ზე დადეს პოსტი არ იყო მითითებული რამდენ ხან გაგრძელდება რეგისტრაცია სავარაუდოდ მალე დაიდება ეგეც ნუ არ მგონია რამდენიმე დღე იყოს ხოლმე გამოცხადებული იგი ალბათ ούτε მინიმუმ 2 კვირიანი მაინც იქნება წესით მაგრამ ნუ თავს ვერ დავდეთ მაგაზეც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თვალყური ადევნებთ ხოლმე სიახლეებს მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ არ გამომჩეს და რაც შეიძლება მოგაწოდოთ თავცი ამბები ხოლმე რომ თქვენ მიაქციეთ ყურადღება ეხლა მესმის რა ვისწვა და ისეთ პერიოდია რომ მეტნაკლებად ყველა რაღაცა ვთქვათ საქმის მოწყვეტილია ისვენებს რაღაც სამტვირთვის პერიოდი აქვს ამიტომ წერ ამ ვიდეოს რომ შეგახსენოთ რომ აუცილებლად დარეგისტრირდეთ არ გამოგჩეთ ვიდეოს ნახოთ მაშინვე გადადეთ რეგისტრაციაზე ნუ ის თulit საჭიროთ რომ უნდა გაიაროთ ეს კურსები ინტერნის პროგრამა მოკლედ რომ ვთქვათ როგორც მახსოვს ნადა იყო ვთქვათ რომ 5 თუ 6 თვიანი პროგრამა იყო ანაზღაურებადია არ ვიცი ახლა თან რამდენია და მაგაზე ამ ვიდეოში ვერ ვისაუბრებ მაგრამ ნუ ახლა სულ არაფერს ჯობია ნუ რაღაცა მაინც იქნება ძალიან ბევრი მიმართულებით არის მოკლედ მიღება ინტერნეტის 16 მიმართულებით არის ძალიან კარგია 7 მათგანზე დავრეგისტრირდი ვებსაც შეეხება და მე დაშიც მაქვს გამოცდილება რომ თქვენ გაგიზიაროთ ტესტები განახოთ შემდეგ დიდი ალბათობით ახლა ტესტებით იქნება პირველ ეტაპზე რა კითხვები შედიოდა და რაც შემდეგ ვიდეო გადავიღოთ და გაჩვენოთ თქვენ ნუ რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპებში ნაწილს არ ვაპირებ ეს უბრალოდ იმიტომ ვაკეთებ ამას თქვენი გულისთვის რომ თქვენ ვინც ვიდეოებს ნახულობთ და ვისთანაც კი მიმიწვდება და საშუალო მექნება რომ გაუზიარო და მომავლისთვის ვინც გადაწყვეტს რომ როცა გამოაცხადებს შემდეგ მიღებებს ინფორმაციის სახით ნახოს თუ რა გულისხმობს რა ეტაპებს მოიცავს და როგორია პროცესები თქვა ამ მიღების მომენტში ასევე ვიტყვი რომ ჩავორთავ აქვე რომ ეს კონკრეტული აქსელერაცია Swift-ის არის ყველაზე დროში გაწელი ესე ვთქვა ძალიან ბევრი ეტაპებს მოიცავს ძალიან ბევრი რაღაცა პროცესი მიდის და მოკლედ ალბათ საქართველოში ყველაზე დიდია მოკლედ თუ სხვა მიმართულებით გაინტერესებთ რასთანაც მე შეხება არ მქონია ჩამოვიდე ხარ რეებზე დავრეგისტრირდეთ და რეებზე გავაკეთე ვიდეოს ეს იქნება Python-ის ვები React-ი Node.js SQL-ი React Native Angular-ი და მორჩა. ხო. ეს 7 მიმართულება არის, რაც დავრეგისტრირდით, თუ სხვაც გაინტერესებთ, შემიძლია დავრეგისტრირდეთ და ვიდეოში გადავიღო და ჩანაწერის სახით იყოს, მაგრამ უბრალოდ იქ კითხვის გარჩევას და რაღაცებს მე ვერ დავიწყებ, უბრალოდ ვიდეოში გამოჩნდება რა ტიპის კითხვები იყო. ნუ რაც დავრეგისტრირდი, აუცილებლად გარჩევის სახით ვისაუბრებთ და რაღაცა შევაფასებთ რა ტიპის ტესტები. სირთულეს და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისათვის. აუცილებლად დარეგისტრირდით და ყველას წარმატებით გისურვებთ.